კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერ საათზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. მართვის ჩამორთმეულ მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ირაკლი კობახიძემ ინიციატივას ჰუმანური აქტი უწოდა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მომავალში სახელმწიფო მსგავს სამართალდარღვევებს მეტი სიმკაცრით მოეკიდება. ნებისმიერი ამნისტია არის ზოგადად ჰუმანური აქტი. და ბუნებრივია ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი. მართვის მოწმობის შეჩერება გაუქმდება 30,000-ზე მეტ პირს, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მნიშვნელოვანი ჰუმანური აქტი. აქაც იმისათვის, რომ სხვა პასუხისმგებლობით მოეგვიდონ იგივე ადამიანები და სხვა ადამიანები მომავალში შეასრულოს სამართალდარღვევებს, ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა, კერძოდ არსებობდა დისკრეცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ვადის ნახევარის სამოწურვის შემთხვევაში გაეუქმებინა შესაბამისი შეზღუდვა და ეს დისკრეცია უქმდება. ანუ მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით, რა თქმა უნდა, ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, რითაც ისარგებლებს 30,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისთვის ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ფართომასშტაბიანი ამნისტია 1 იანვრიდან ცხადდება. თუმცა ის არ ეხება იმ შემთხვევებს, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება, მძიმე დაშავება მოყვა. შეღავათი არ არის გათვლილი არც მძიმე ნარკოდანაშაულთან შემხებლობაში მყოფთათვის. კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც. ახალი წლიდან ეტაპობრივად პირებს, რომელსაც ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობები, აღუდგებათ მართვის მოწმობები, შეეძლებათ, რომ თავისი ტრანსპორტ საშუალებებით ისარგებლო, ამავდროულად ინიციატივის მეორე ნაწილი გულისხმობს გამკაცრებას პასუხისმგებლობისას და პირებს თუ ჰქონდათ აქამდე ფიქრი, რომ შეეძლოთ, რომ ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ მართავდნენ საპატრულოს და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაიბრუნებდნენ მოწმობებს, ასეთი უფლებამოსილება აღარ იქნება და კანონმდებლობიდან ამოღებული იქნება. მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება ეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბევრისათვის ავტომობილი არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ის გარკვეულად მათ ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი პირობა, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ადამიანებს, ვისაც თქვათ, აქვს მძიმე დამოკიდებულება ნარკოტიკზე იქნება, ნარკოტიკის სხვა მხრივ მოხმარებასთან იყო დაკავშირებული, ამ კატეგორიაზე ეს არ გავსწრდება. ჰაგაში რუსთავი ორის მიერ დასმულ შეკითხვაზე კაია კალასის პასუხს, რომ საქართველოსგან განსხვავებით შეერთებული შტატები არ ცდილობს ევროკავშირს შეუერთდეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. ანუ ევროკავშირის წევრობა თუ გინდა ხმა ვეღარ უნდა ამოიღოს. სწორედ ამას უწოდებს თეთრი სახლი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციას, წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში რუსთავი ორი ჟურნალისტმა კითხა, მზად იყო თუ არა ევროკავშირი საქართველოს მსგავსად კრემლის მიერ ნაკარნახევის სცენარის შესრულებაში დაადანაშაულოს ტრამპის ადმინისტრაციაც, რადგან ევროპული ბიუროკრატიისა და თავად ევროკავშირის მიმართ მისი რიტორიკა თბილისის პოლიტიკასთან თანხვედრაშია. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე სასწრაფო დამოუკიდებელ შემოწმებას იწყებს. ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ შემოწმება წარმოადგენს საპასუხო რეაგირებას ბრიტანეთის დემოკრატიის პოლიტიკური ჩარევით გამოწვეულ მზარ საფრთხეზე. აქვე ნახსენებია ყოფილი ევროპარლამენტარი ნეითან გილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პრორუსული ნარატივების ხელშეწყობის მიზნით ქრთამის აღებისთვის დამნაშავეცნეს და 10 წლით ციხეში ჩასვეს. ასევე აღნიშნულია დიდ ბრიტანეთში მომუშავე იურისტი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ფარულ აგენტად იდენტიფიცირებული კრისტინ ალი. გავრცელებული ცნობით, სასწრაფო შემოწმება ამჟამინდელი ფინანსური წესებისა და დაცვის მექანიზმების სიღრმისეულ შეფასებასა და უცხოური პოლიტიკური ჩარევის რისკების შემდგომი შემცირებისთვის რეკომენდაციების შეთავაზებას ითვალისწინებს. დღევანდელ რიგარეშე სესიაზე უნდა დამტკიცდეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. მასში შემავალი ერთი ცვლილება მოზარდთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. მეორე კი სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით მოზარდის დანაშაულში ჩაბმის შემთხვევაში მის პასუხისმგებლობას ზრდის. ცვლილების პირველ ნაწილთან დაკავშირებით ეჭვები აქვს ოპოზიციას. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ რომ საერთო ჯამში როცა საქმე არასრულწლოვნებზე გვაქვს, შედეგებს კი არა გამოწვევ მიზეზებს ებრძოლოს. გამკაცრებას იმ ნაწილში, რომ სრულწლოვანი პირების მიმართ გამკაცდეს, კი ბატონო, მაგას ჩვენი სრული თანხმობა იქნება, ამიტომ რომ
წარმოუდგენელია არ დადგეს იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, რომელიც არასრულოვანს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებს. საქართველოს პარლამენტი განიხილავს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვანებთან მიმართებით მოხდეს შესაბამისი ცენტრის დაფუძნება, ეს იქნება არასრულწლოვანთა ასე ვთქვათ ზრუნვისა და მათი რეაბილიტაციის ცენტრი. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის ასპექტი, რომ კონკრეტული პირები სარგებლობენ რეალურად დღეს არსებული რეგულაციებით და მიზანმიმართულად ახდენენ არასრულწლოვანთა ჩათრევას აი ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში. შესაბამისად, უკვე ამ პირებთან მიმართებით ხდება პასუხისმგებლობის გამკაცრება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ფონდის წარმომადგენლებმა დასკვნითი შეხვედრები ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართეს. მისიის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ სწრაფად იზრდება და ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 7.3%-ს მიაღწევს. მისიამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. აღინიშნა ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი მატებაც, რაც ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებელში გამოიხატა. კიდევ ერთხელ განვიხილეთ 2026 წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პარამეტრები. ხაზი გაესვა ეკონომიკის დის მაღალ დონეს, ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, როგორიცაა დაბალი დეფიციტი და დაბალი ვალის მაჩვენებელი და ზოგადად მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობას. ასევე შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ 2026 წელს დაგეგმილი მეოთხე მუხლის ეგრეთ წოდებული Article 4 მისიის თემატიკა. არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყო სამეგრელო ზემო სვანეთში. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რეგიონში მდებარე ძველი ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად უნდა დაიხუროს. საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ზუგდიდში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თავარი მიზანი არის დროულად დავიწყოთ ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთი გამოკვეთილი არის დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ვისაუბრეთ ჩვენ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორი უნდა იყოს მისი ოპერირება, ტექნიკური საკითხები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე დონორების მოთხოვნაც არის, რომ პრინციპი, რასაც ქვია, დამბეძურებელი იხდეს, უნდა დაინერგოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი იმ მუნიციპალიტეტთაგანია, რომელიც აქტიურად არის ჩართული იმ მიმართულების განვითარებაში, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობას. ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, როგორც მოგეხსენება, ჩნდება ახალი ნაგავსაყრელი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში კეთდება შიდა საუბნო გზები. პროექტით გათვალისწინებულია 3 საუბნო გზაზე 1 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება და სანიაღვრე არხის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელი ჭანდრის შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ მოასფალტება მიმდინარეობს, სანიაღვრების მოწყობა. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სიგრძით კილომეტრამდეა, ხოლო ღირებულებით 380,000 ლარს შეადგენს. ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებულთათვის კომკომის მედია აკადემიაში სემინარი ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე deepfake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს. განვიხილოთ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის რაობას, გენერაციული სისტემების, რა შესაძლებლობები აქვს, რა შეზღუდვები აქვს და როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენ ოპტიმალურად, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, რისკები მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენი ადამიანური გადმოსახედიდან არის მნიშვნელოვანი. ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა კიდევ 5 ქვეყნის მოქალაქეებს აუგრძალა. სიაშია ბურკინა ფასო, მალი, ნიგერი, სუდანი და სირია. შეზღუდვა ვრცელდება პალესტინური ავტონომიის მიერ გაცემული საბუთების მფლობელებზეც. თეთრმა სახლმა ამგვარი შეზღუდვა სულ 17 ქვეყანას დაუწესა. მიზეზად სახელმწიფოებში გავრცელებული კორუფცია და ყალბი დოკუმენტაციის მარტივად დამზადების შესაძლებლობა დასახელდა. სამუდამო პატიმრობა გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ან სიკვდილით დასჯა. ამერიკელი რეჟისორისა და მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს ნიკ რაინერს ბრალდება წარედგინა. ამ დრომდე უცნობია, ყავს თუ არა მკვლელობაში ბრალდებულს უფლება დამცველი. ლოს-ანჯელესის პოლიციის ინფორმაციით 31 წლის ბრალდებულს თავდაპირველად 4 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს შეტანის უფლება მისცეს, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს და ახლა მას ეს შესაძლებლობა აღარ აქვს.
დღეს ბარბარობა 17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ის მე-4 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობისთვის ეწამა. ყველა მოქმედ ტაძარში შესაბამისი წირვა ლოცვა აღევლინება. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.